მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ჯაბა ზარქუა და თქვენ ხართ ჩემს YouTube-ის გვერდზე, რომელიც არის საგანმანათლებლო, არაკომერციული და რომელიც ეძღვნება ყველა პაციენტს თუ ჩვეულებრივ ადამიანს, არაპაციენტს თუ სტუდენტს თუ ექიმს, ვინც არის დაინტერესებული გასტროენტეროლოგიით. გამოიწერეთ ეს არხი, თუ გინდათ რომ მეტი საგანმანათლებლო მტკიცებულებებზე დაყრდნობილი კონტექსტი იხილოთ აქ. დღეს გესაუბრებით ჰელიკობაქტერიის დიაგნოსტიკურ ტესტებზე. ჰელიკობაქტერიის დიაგნოსტიკურ ტესტებზე საუბრის დაწყებამდე აუცილებლად მიმოვიხილოთ, მოდით თვითონ რატო არის ეს მნიშვნელოვანი რა. ვინც პირველად გაიგებს ახლა ჰელიკობაქტერიის ინფექციის არსებობას ამ ვიდეოდან, მისთვის მოდი ვთქვათ, რომ ძალიან გავრცელებული ინფექციაა, რომელიც იწვევს კუჭის ანთებას, რომელიც იწვევს წყლულოვან დაავადებას კუჭის და 12 ჯანაწლავის და ასევე იწვევს კუჭის კიბოს განვითარებასაც იშვიათ შემთხვევებში. თუმცა იშვიათ შემთხვევები კი არის, მაგრამ ზოგადად თუ გავითვალისწინებთ ამ დაავადების ამ ინფექციის ძალიან დიდ გავრცელებას, არ არის ისეთი რა, ხელწამოსაკრავი ინფექცია და თუ მას ექიმი თუ მის დიაგნოზს დასვამს, აუცილებლად მისი მკურნალობაც უნდა დაგეგმოს. ჰელიკობაქტერიის დიაგნოსტიკა ახლა ხშირად კითხვებს აჩენს ხოლმე რა, მაგალითად როგორ გავტესტოთ, რა გავაკეთოთ ამის გასატესტად, რა მეთოდები ავარჩიოთ, მკურნალობის მერე დადებითია, უარყოფითია ეს რას ნიშნავს. ამისთვის მინდა რომ გავაკეთო პატარა მიმოხილვა რა ამ დიაგნოსტიკური ტესტების. ორ ნაწილად იყოფა დიაგნოსტიკური ტესტები. არის არაინვაზიური ტესტები და ინვაზიური ტესტები. არაინვაზიური ნიშნავს, როდესაც ენდოსკოპიის ჩატარება, ანუ ჩარევა, ინვაზია არ არის ხოლმე საჭირო ადამიანის ორგანიზმში და ტესტირება ისე ხდება. ან სუნთქვის საშუალებით, სუნთქვის ტესტით, ან განავლის ტესტით, ან სისხლის ანალიზით. შეიძლება ინვაზიურ ტესტებს, ამ დროს ინვაზია, დიდი ჩარევა ადამიანის ორგანიზმში და მასალის იქიდან აღებაა საჭირო რა, ეს არის ენდოსკოპიური მეთოდები დიაგნოსტიკის. არაინვაზიური ტესტები იყოფა რამდენიმე წარმომადგენლად რა. ერთი არის სუნთქვის ტესტი, ურიაზა სუნთქვის ტესტი, ერთი არის განავლის ანტიგენის ტესტირება და ერთი არის სისხლის სეროლოგიური კვლევა. მოდი პაციენტისთვის, აი ამ საკითხში ჩაუხედავი ადამიანისთვის გავმიჯნოთ რა როგორ არის და რომელია სანდო და რომელი რისთვის უნდა გამოვიყენოთ. ურიაზა სუნთქვის ტესტი ძალიან აკურატული ტესტია, აქტიურ ინფექციას მიუთითებს, ანუ თქვენ გაქვთ თუ არა ინფექცია, ამას მიუთითებს ეს და მკურნალობის მერე, მკურნალობის შედეგის შესამოწმებლად ჰელიკობაქტერიას რო იმკურნალებს, ხოლმე ადამიანი მერე აუცილებელი არის შედეგის შემოწმება. ჰელიკობაქტერიების მკურნალობის შედეგს ჩივილების არსებობით ვერ მიხვდება ადამიანი, იმიტომ რომ ჩივილი ბევრი სხვა რამითაც შეიძლება იყოს გამოწვეული და ჭირდებათ ექიმს რაიმე ობიექტური დასტური, რომ ჰელიკობაქტერია მართლა განადგურდა. ხო და განადგურდა თუ არა ჰელიკობაქტერია, ამას ტესტირებით ნახულობს და ამ მიზნისთვის სუნთქვის ტესტი კარგია, თუმცა აქვე არ შემიძლია დავძინო, რომ ეს არის ამერიკის გასტროენტეროლოგთა კოლეგიის გაიდლაინზე დაყრდნობილი, ანუ დასავლურ ქვეყნებში და ევროპულ ქვეყნებში და სუნთქვით და განვითარებულ ქვეყნებში ხარისხიანი სუნთქვის ტესტებია ხოლმე გავრცელებული, თუმცა საქართველოში მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ტესტირების ხარისხში ეჭვი შევიტანო და ძალიან დავეჭვდე, იმიტომ რომ ჯერ ერთი თვითონ ტესტირება არ არის მაინც ხარისხიანი და მეორე არც აკეთებენ ამას ძალიან გულდასმით, არ ვიძახი ყველა კლინიკაში, მაგრამ კლინიკების საკმაოდ დიდ ნაწილში. ასე რომ ცრუ პასუხების თავიდან ასარიდებლად, ხა რა თქმა უნდა ექიმს არ მაქვს იმის საშუალება, რომ ტესტირება ასე კონკრეტულად გავარჩიო. ხო, ფურცელზე რაც წერია, იმის ნდობა გიწევს და ხა ვაი და ენდე არასწორ ამას და ზედმეტად ანტიბიოტიკის უვნაობა დაუნიშნე პაციენტს, ასე არ გამოდის ხოლმე. ასე რომ რახან ეჭვი მეპარება და უამრავი არასწორი პასუხი მინახავს უხარისხო რეაქტივებით შესრულებული სუნთქვის ტესტებით, რომელიც საქართველოში სამწუხაროდ ჯერჯერობით არის გავრცელებული, ამიტომ ამ ტესტს ვერ ვეყრდნობი ხოლმე კერძო პრაქტიკაში. თუმცა იმედი მაქვს, რომ უფრო ხარისხიანი და უფრო ვალიდირებული სუნთქვის ტესტები გახდება ხელმისაწვდომი ჩვენს ქვეყანაში და უფრო დამაჯერებლად შეუძლებთ მათ გამოყენებას ექიმები ჩვენს ყოველდღიურ პრაქტიკაში. რაც შეეხება განავლის ანტიგენის ტესტირებას, როცა არაინვაზიურ ტესტირება მინდა, ამას ვიყენებ ხოლმე განავლის ანტიგენის ტესტს. ესეც ძალიან ისეთი იდეაში მოხერხებული, ახლა განავლის ანალიზი ახლა ცოტა მოუხერხებელი ასაღებად შეიძლება ჩანდეს, მაგრამ განავლის ანალიზია რა, ენდოსკოპია არ ჭირდება სამაგიეროდ და ზონდის გადაყოლბოს რაც ეძახიან, ეგ მაინც არ ჭირდება.
ესეც ზუსტია, აკურატულია, აქტიური ინფექციას ესეც მიუთითებს და მკურნალობის მერე შედეგის შესამოწმებლად ესეც ვარ, ანუ განავლის ანალიზით, ანუ მკურნალობას როცა უნიშნავ ჰელიკობაქტერიაზე პაციენტს, როდესაც მკურნალობის შედეგის შემოწმება მჭირდება, განავლის ანალიზს ვიყენებ ხოლმე ჩვეულებრივად და თუ განავლის ანალიზი უარყოფითია, შეგვიძლია მასზე დაყრდნობა მოგვიწოდებს ყველა ავტორიტეტული წყარო, რომ თუ მკურნალობის მერე სწორად ჩატარებული ხარისხიანი ტესტირება მიგვითითებს ინფექციის არარსებობას, ესე იგი შეგვიძლია მაგას დავეყრდნოთ. და სისხლის სეროლოგიური კვლევა. ხა სისხლის ანალიზები, მაგალითად, სისხლის ანალიზიდან ჰელიკობაქტერიის საწინააღმდეგო ანტისხეულების შემოწმება. როგორი ამბავია ეს იცით, ხა მაღალი პრევალენტობის არეაში, ანუ ისეთ ქვეყნებში, სადაც დაავადება ძალიან გავრცელებულია და დიდია ალბათობა, რომ ადამიანს ჰელიკობაქტერია ჰქონდეს, ანუ სანამ ტესტირებას ჩავატარებთ, ისედაც დიდია ამის ალბათობა. აქვს როლი რა ამ სისხლის ტესტირებას თავიდან დიაგნოზის დასასმელად მაინც. აი მაგალითად ყოფილა შემთხვევები და მეც და ჩემს ბევრ კოლეგასაც გამოუყენებია ეს ტესტი, როდის იცით, აი როცა კლინიკური ეჭვი ძალიან მაღალია და ან ენდოსკოპის ბიოფსიის აღება გამორჩა, ან არ ჩაუტარებია, ან პაციენტი უკვე მედიკამენტს ღებულობს და აღარ არის დრო, რომ განავლის ტესტის გამო ხა ეს მედიკამენტი შეწყვიტოს და 2 კვირა ელოდოს და მერე ჩაიტაროს და ნუ რაღაცა ტექნიკური მიზეზის გამო, ნუ ეგ იმჭირდება დამატებითი მტკიცებულება, რომ ეს ანტიბიოტიკები დანიშნოს ჰელიკოზზე და მაღალი გავრცელების არეა ვართ და თავიდან შეიძლება იყოს გამართლებული ამის გამოყენება, თუმცა მკურნალობის შედეგის შესამოწმებლად მისი გამოყენება არის უხეში შეცდომა, იმიტომ რომ ჰელიკობაქტერიის ანტისხეულები შეიძლება წლებიც კი იყოს დადებითი თუ არა მთელი ცხოვრება პაციენტთან მკურნალობის მერე და ექიმთან თუ დადებითს ანალიზს ნახავ შეიძლება მოტყუდეს. ასევე მეორე ვთქვათ ყურადღება გასამახვილებელი ფაქტი ის არის, რომ სწრაფი ტესტები არის გავრცელებული, სისხლის სწრაფი ტესტები, რომელთა ხარისხი ძალიან ეჭვის ქვეშ არის დასაყენებელი რა. ეს იყო ჩვენი არაინვაზიური ტესტირება, სუნთქვის ტესტი, სისხლის ტესტი, განავლის ტესტი. პირა პრაქტიკაში ვიყენებ განავლის ტესტირებას, რომელიც ვიცი, რომ ხარისხიანად არის ხელმისაწვდომი იმ კლინიკაში, სადაც მუშაობ და სხვა კლინიკებშიც გეცდება ხარისხიანად ეს ტესტი. სუნთქვის ტესტებს ვერ ვიყენებ, იმიტომ რომ პრობლემა აქვს სერიოზული სუნთქვის ტესტებს ხარისხთან დაკავშირებული და ამ იმას რა ქვია, სისხლის ანალიზებს აი უკიდურეს იშვიათ შემთხვევაში ვიყენებ, აი უკიდურესად იშვიათ შემთხვევებში, რა ძირითადად საჭირო არც არის ხოლმე. მკურნალობის შესამოწმებლად კიდევ ისინი არასდროს არ გამოიყენება, იმიტომ რომ უხეში შეცდომაა. ეხლა გადავიდეთ ინვაზიურ ტესტირებაზე. ანუ როდესაც ადამიანის ორგანიზმში შეჭრა არის საჭირო, იქიდან მასალის ასაღებად და დიაგნოზის დასასმელად, ჰელიკობაქტერიის დიაგნოზის დასასმელად. ინვაზიურ ტესტირებაში გამოიყოფა რამდენიმე მეთოდი. ერთი არის ჩვეულებრივი სტანდარტული ჰისტოლოგიური კვლევა რა. ამ დროს გასტროსკოპიის დროს ადამიანი იღებს ენდოსკოპისტი იღებს ბიოფსიებს ექიმის მითითების მიხედვით ან თავისივე ინიციატივით ბიოფსიებს იღებს ექიმი არა მარტო ჰელიკობაქტერიის შესამოწმებლად, არამედ ძირითადად ინიშნება ხოლმე ეს კვლევა კუჭის ატროფიის, ანუ რეალური გასტრიტის ხარისხის დასადგენად და მეტაპლაზიების კერების გამოსავლენად და ამ ბიოპტატების შეღებვა ხდება მერე შესაბამისი საღებავებით, რამდენიმე მეთოდი არსებობს ამისი, რითიც ხდება ამ ინფექციის გამოვლენა. ეს არის ჰელიკობაქტერიის ძალიან ერთ-ერთი საბაზისო ძალიან ოქრო სტანდარტი, ასე ვთქვათ, ჰელიკობაქტერიის დიაგნოსტირების ქსოვილში. არის ასევე ბიოფსიას როცა აიღებენ სწრაფი ტესტიც ამ ბიოფსიის, ანუ სანამ პაციენტი რამდენიმე საათში და ზოგი ტესტი რამდენიმე წუთშიც უკვე პასუხს იძლევა ხოლმე, რომ ამოიღებენ კუჭიდან სინც, ჩადებენ სითხეში და რომელიც ფერს თუ შეიცვლის, ადამიანს დაუდგინდება ჰელიკობაქტერიული ინფექცია. ფერს თუ შეიცვლის, ესე იგი იმ კუჭის ქსოვილში არის ჰელიკობაქტერია, რომელიც შევიდა სითხეში არსებულ ქიმიურ ნივთიერებასთან ქიმიურ რეაქციაში და მაგიტომაც შეუცვალა ფერი. ეს არის სწრაფი ურიაზა ტესტი ეწოდება ამას. სხვათა შორის სწრაფი ურიაზა ტესტების ხარისხზეც კითხვები არსებობს საქართველოში, ასე რომ როგორც წესი ახლა მკურნალობის დიაგნოზის დასასმელად უფრო თამამად შეიძლება გამოვიყენოთ, მაგრამ მკურნალობის შედეგის შესამოწმებლად ხო გჭირდება ისეთი ექიმის ძალიან დაკვირვება, რომ შეიძლება მოკლედ სხვა მეთოდით შემოწმებაც მოითხოვოს, რომ ჰელიკო მართლა განადგურებულია, ან მართლა არ არის განადგურებულიო მაგის დასადასტურებლად და მარტო ამას არ დაეყნოს და ეგ არ გაგიკვირდეთ. არის კულტურის დათესვას, რასაც ეძახიან, ეს არ არის ხელმისაწვდომი ასე ფართოდ და რთული კვლევა და ანტიბიოტიკებზე მგრძნობელობის განსაზღვრაც ხდება ამ კვლევის ფარგლებში. ბარემ საქართველოში ეგ ხელმისაწვდომი არ არის და ისეაც ფართოდ მისი გამოყენება, ხო, ცოტათი ისეთია რა.
ფართოდ ასე არ გამოიყენება მოკლედ რა რუტინულ პრაქტიკაში. იმიტომ რომ მით უმეტეს ბოლო პერიოდში ეს მოლეკულურმა ტესტირებამ ჩაანაცვლა ეს რა PCR-ის და შემდეგი თაობის სეკვენირების ტესტირებებმა ანუ ამ მოლეკულური ტესტირების მეთოდებმა ბიოპსიებში რა, ბიოპტატებში გამოიწვია ის რომ მეცნიერებმა მოახერხეს უფრო მეტი მგრძნობელობით და უფრო მეტი სიზუსტით ჰელიკობაქტერიის თვითონ არსებობის დადგენაც და ჰელიკობაქტერიის რეზისტენტობის განსაზღვრად სხვადასხვა ანტიბიოტიკების წინააღმდეგ. რეზისტენტობა არის მედეგობა ინფექციის სხვადასხვა ანტიბიოტიკების წინააღმდეგ. ესეც ფართოდ ხელმისაწვდომი არ არის ჩვენს ქვეყანაში რა. თუმცა მათი როლი შეზღუდულია მთავარი დიაგნოსტისთვის გვჭირდება პაციენტების პირველი დიაგნოსტისთვის გვჭირდება არაინვაზიური ტესტები. ამ შემთხვევაში განავლის ტესტი საქართველოში რახან ხარისხი ეჭვის ქვეშ არის და ინვაზიური ტესტებიდან ჰისტოლოგიური კვლევა და სწრაფი ურიაზა ტესტი აბსოლუტურად საკმარისია შემთხვევების უხშირეს უმეტეს შემთხვევებში რა. და ბოლოს მოდი ვთქვათ, სანამ შეჯამებაზე გადავალთ, ის რომ ჰელიკობაქტერიის ტესტირებას თავისი მცირე წესები აქვს. ეს წესები გულისხმობს იმას, რომ კუჭის მჟავიანობის დამოუკიდებელი წამლები მინიმუმ 2 კვირა უნდა იყოს შეჩერებული ტესტირებამდე. იგულისხმება განავლის სუნთქვის ტესტები და ბიოპსიაც, თუმცა ბიოპსიაზე უფრო მეტად შესაძლებელია, რომ თუნდაც წამლის ფონზე ჩატარდეს, მაგრამ ჯობია თუ შესაძლებელი არის წამალი შეწყვეტილი იყოს, უფრო ზუსტი პასუხისათვის. განავლის ანალიზა სუნთქვის ტესტი კიდევ ვალიდური არ არის, ანუ წამლის ფონზე არ შეიძლება ამის ჩატარება რა. ტყუილად ფული არ უნდა დახარჯოს ექიმმა წამლის ფონზე სუნთქვის და განავლის ტესტის დანიშვნისათვის. სისხლის ტესტებს არ ეხება ეს წესები. სისხლის ტესტის უპირატესობა ზუსტად ის არის, რომ წამლების ფონზე მის ჩატარება შესაძლებელია რა. თუმცა მეთი გამოყენება ძალიან შეზღუდულია და დიდად არაფერში არ გვარგია. ბისმუტის ერთ-ერთი მედიკამენტია, რომელიც ჰელიკობაქტერიის ერთ-ერთ რამდენიმე სამკურნალო სქემაში გამოიყენება და ანტიბიოტიკების შეწყვეტიდან მინიმუმ 4 კვირა უნდა იყოს გასული და ამიტომაც აი მკურნალობას რომ რჩება პაციენტი მინიმუმ 4 კვირის მერე უნიშნავთ ხოლმე კონფირმაციულ ტესტს, რომ დავადგინოთ მკურნალობა დასრულდა წარმატებით თუ არ დასრულდა წარმატებით. ეს იყო და ეს რაზეც თქვენ ყურადღება მინდოდა გამომახვილებინა. შეჯამების სახით მინდა გითხრათ, რომ ჰელიკობაქტერიის ტესტირებაში არავირიოთ, ჰელიკობაქტერიის ტესტირება ერთი არას ვკითხულობ წიგნებში, მაგრამ მეორე არის რა ხდება საქართველოში, რომელი ტესტია ხარისხიანი, რომელი უხარისხოა, ეს თქვენს ექიმთან უნდა გაიაროთ აუცილებლად, იმიტომ რომ ყველა ტესტმა შეიძლება ტესტირება არასწორად თუ ჩატარდა, ამან არასწორი გადაწყვეტილება მიაღებინოს თქვენს ექიმსაც და თქვენ კიდევ ზედმეტი მკურნალობის ჩატარება მოგიწიოთ ამ პირიქით დაგაგდეთ მკურნალობა. ასევე შეჯამების სახით ვთქვათ ისიც, რომ გარკვევა როდის რა ტესტი ჯობია თქვენს ექიმს მივანდოთ და ექიმთან ერთად გავარჩიოთ ეს და თვითნებურად არ იტაროთ ხოლმე ტესტირება, თუნდაც ზედმეტი ხარჯების და შემდგომ ზედმეტი მკურნალობების თავიდან ასარიდებლად და ასევე ჯობია რომ სანამ ინვაზიური ტესტი დაიგეგმება, აუცილებლად განსაზღვროს ექიმმა რისთვის ჭირდება, როგორი კვლევებისთვის ჭირდება ბიოპსიების აღება. იმიტომ რომ ისე არ აღმოჩნდეს, რომ ენდოსკოპია ჩატარდეს, ბიოპსიები აღებულ არ იქნას და შემდგომ დაიკარგოს ექიმს ინფორმაცია და თქვენ მოგიწიოთ ზედმეტი დროის და ზედმეტი ხარჯის გაღება ჰელიკობაქტერიის ხელახლა ტესტირებაში რა. ეს იყო და ეს რისი თქმაც თქვენთვის მინდოდა. ჯანმრთელობას გისურვებთ.